ხალხური რეწვა, ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა, მხატვრობა და ხევსურული სამზარეულო. ხევსურეთში არტ ფესტივალი ჩირდილი დაიხურა. ერთი კვირის განმავლობაში ხელოვანების შემოქმედებას შატილმა კორშამ და ჩირდილმა უმასპინძლეს. არტ ფესტივალის დახურვას თათია ბუხრაშვილი დაესწრო. როცა ხევსურეთი დანარჩენ საქართველოს თითქმის 9 თვით შორდება, ადგილზე მხოლოდ რამდენიმე მოსახლე რჩება. არაბულების ოჯახში ფესტივალის იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა, ამბიციური და კონკრეტული. სევდიანად დაცლილ ხევსურეთს სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც დაუბრუნონ. გაგვიჩნდა ესეთი იდეა, რომ აგვეშენებინა ხელოვნების სახლი, სადაც ყველანაირი პირობა იქნებოდა ნებისმიერი შემოქმედისთვის, რომ ამოსულიყო, ეცხოვრა, ემუშავა. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარე ეს პატარა სოფელი ჩირდილი არტ ფესტივალს მასპინძლობდა. მუსიკამ, პოეზიამ და მხატვრობამ ხელოვანები ხევსურეთის მთებში გააერთიანა. ფოლკლორის გარდა ფესტივალზე თანამედროვე მუსიკაც სრულდება. არტ ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას. აქ ცხოვრობთ კარვებში, ერთი კვირა არის უკვე მწერლებთან, პოეტებთან და ხელოვან ადამიანებთან ერთად უზიარებთ ერთმანეს ჩვენს შემოქმედებას. არტ ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილობრივები ხინკლის ხევსურული წესით მოხვევას და მოხარშვას ასწავლიან. შემდეგ კი ერბოსთან ერთად უმასპინძლდებიან. საერთოდ ხინკალი, რაც მეტი ნაოჭიანია, მით უკეთესად ითვლება და დიასახლიციც ამის მიხედვით ფასდებოდა. მით მეტი საქებარი სიტყვა ითქმებოდა, რაც მეტი ნაოჭი და სწრაფი ხელი ექნებოდა. ხევსურეთის წარსულში მოგზაურობა გასული საუკუნის რეწვის ნიმუშების გამოფენით გრძელდება. ხევსურული ორნამენტით გაფორმებულმა სამოსმა, ფარდაგმა თუ ნაკეთობამ ტურისტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მნიშვნელობა აი ამ სახელოსნოსი არის ორგვარი. ერთი რომ შეუნარჩუნოს ჩვენს მომავალ თაობებს ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, უშუალოდ ტრადიციული რეწვა და მეორე მხრივ კი ეკონომიკური სარგებელი მოიპოვოს თავად ოსტატებმა. არტ ფესტივალი ჩირდილი ხევსურეთში 7 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველ დღე ხელოვანებს და ტურისტებს მასპინძლობდა.